de-Byzantinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Byzantinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 229 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. გადაცემის სახელით გილოცავთ 2026 წელს. ისევე როგორც მოგილოცეთ 2025 წლის დადგომა, 24-ის, 23-ის, 22-ის, 21-ის, 20-ის და 2019-ის დადგომაც მოგილოცეთ. 2018 წლის დადგომა არ მომილოცავს. არ იყო ეს გადაცემა მაშინ. 2018 წლის შემოდგომით დავიწყეთ და პირველივე შესაძლებლობისთანავე 2019 წლის დადგომა ეგრევე მოგილოცეთ. მერვე წელია რაც ეთერშია კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. რამდენიმე ეპიზოდი კვირაში ერთხელ გავდიოდით. შემდეგ თითქმის ყოველ დღე. ამ ფორმატით კი 2020 წლის მაისიდან გავდივართ ეთერში და აგერ 228 ეპიზოდი შეგვისრულდა. ბავშვები, რომლებიც ამ გადაცემის დაწყებისას დაწყებით კლასს ამთავრებდნენ, წელს უკვე აბიტურიენტები არიან. დიდი დრო გავიდა ამ გადაცემის ეთერში გასვლიდან. საკმაოდ დიდი დრო გავიდა. თუმცა იმაზე მეტი მაინც არ გასულა, რაც ვარკეთილის მეტროს ჭერის რეაბილიტაცია დაიწყო. 2019 წელს ეთერში ახალი გასული ვიყავით, როცა კალაძე მუშტი დააბრახუნა მაგიდაზე და განაცხადა: ერთი წელი გავიდა. ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია. სირცხვილია. შფოთავდა კახი. გავიდა 8 წელი. და გთავაზობთ სრულიად ახალ გუშინდელ განცხადებას. მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწია. დასრულების ახალ თარიღად 31 მარტი დასახელდა. კარგია რომ მარტი 31-ით არის. ბოლომდე გააწურინეს მარტს. აპრილი უკვე ძალიან ყვიროდა. სიმართლე რომ თქვა, თებერვალმა გატეხა 28 რო არის, თორე 31-29 მარტსაც კარგად დაამთავრებდა. კაი რჩევა მინდა მიცე მერიას. თუ შეხედავთ რომ აპრილში გადადის რეაბილიტაციის საქმე, მარე მაისამდე გადაწიეთ, მაისიც 31-ით არის უეჭველი მოასწრებს. სანამ სოფლიო ამბებზე გადავალ, არ დაგვავიწყდეს ჩვენი ამბები. რა ლამაზი წელი დაუდგათ კოცებს. პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარეების ხელფასები 1400 ლარით გაიზარდა და 16000 ლარი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 1260 ლარით გაიზარდა. მინისტრებს 1190 ლარით გაეზარდათ ხელფასები და 13600 ლარი გაუხდათ. უზენაესის და საკონსტიტუციო თავმჯდომარე მოსამართლეებს 1400 ლარით გაეზარდათ და 16000 ლარი გაუხდათ. ხვავი და ბარაკა ძმებო, ხვავი და დოვლათი. აბა თქვენიცი. აშენდით ჩაფუფუნდით. ყოველწლიურად 10%-იანი ხელფასის ზრდის ფარგლებში შემდეგ წელს ამათ ხელფასი კიდე 1600 ლარით გაეზრდებათ და 17600 ლარი გაუხდებათ. თან იქამდე პროდუქტების ფასებს ახლა ძალიან დაწევენ და უკვე შეეძლებათ ამ ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრება. შალვა პაპუაშვილმა იანვრის დასაწყისშივე დაარტყა ევროკავშირს. ძველით ახალ წელსაც არ დაელოდა შალვა. თან უკვე იანვარში 1600 ლარით მეტი ხელფასი უნდა აიღოს. ამიტომ წელს 1600 ლარით მეტისას დასწრებს ევროკავშირს. პაპუაშვილი, ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს. დაასკვნა შალვამ. ანუ აქამდე ეს ევროკავშირი ცუდი იყო, ბიუროკრატია ქონდა ცუდი, კაცებს აგებდნენ და ახლა უკვე აღარ არსებობს. რუკიდან გააქრო შალვამ. ბოლოს უნდა დაეყოლებინა ფაფუ.
ფაფუ თქვენი ევროკავშირი. ცუდი ისაა, რომ ფაფუ ევროკავშირი მართლაც ითქვა. ოღონდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ თქვა. ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას კოშტა საქართველოს არც უხსენებია. შემდეგი გაფართოება უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით გადამწყვეტია ჩვენი კავშირის როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის გასაძლიერებლად, თქვა მან. ეხლა ჩვენ უკრაინა არა ვართ, მოლდოვა არა ვართ. ერთ-ერთი შანსია, რომ დასავლეთ ბალკანეთში გვიგულისხმა. რავი, სხვა პონტი არა. ეს ამბები იმიტომ მოგიყევით, რომ საერთაშორისო ამბებს არ გადაეფარა. ისეთი ამბები მოხდა მსოფლიოში, რომ ქოცებისთვის არავის ეცალა. იჩქარეს ხელფასების მომატება. ასე ლამაზი გადასაფარი ამბები თუ მოხდებოდა ირანსა და ვენესუელაში, რავი, სადღაც 20 შიმდე შეეძლოთ მომატება. კაცი შვილს ამათთვის არ ეცალა. ახლა კი წაიკითხავთ ორ ნიუს, რომელიც 40 წუთის დაშორებით გამოქვეყნდა. პირველი ტრამპმა ვენესუელაზე დარტყმების ნებართვა გასცა. მადურომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 40 წუთის შემდეგ მადურო და მისი ცოლი დაკავებულია და ქვეყნიდან თვითმფრინავით არის გაყვანილი. ანუ თუ კი მადურო ფეხბურთს უყურებდა, პირველი ტაიმის დაასრულა. პირველი ტაიმის ანგარიშიც არ იცის. მადუროს დაკავებას სხვა ქვეყნების მსგავსად გამოეხმაურა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს. მეგობრებო, დაიკიდეთ, ნუ გააკვირდებით, ეგ იყო. რავი, რაღაც აკვირდებით. მორჩა, აბუ. აკვირდებიო. ჰას მადუროს დაკავებიდან მალევე რუსულ ტანკებს, რომელსაც ვენესუელის ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, ამერიკული საზღვაო ძალები აედევნენ. ამაზე, რა თქმა უნდა, რუსები გაბრაზდნენ. სრული სურათის ნათლად წარმოსადგენად, ნელა წაგიკითხავთ 3 ნიუსის სათაურებს. პირველი, რუსეთი სამხედრო ხომალდებს გზავნის ნავთობ ტანკერის დასაცავად, რომელსაც აშშ-ს ძალები მიჰყვებიან. მეორე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობ ტანკერი დააკავა. მესამე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებს დაკავებულ ტანკერზე მყოფი რუსი მოქალაქეების დაბრუნებას სთხოვს. ალბათ გაინტერესებთ იმ რუსმა სამხედრო ხომალდებმა რა ქნეს. მივიდნენ, ნახეს ტანკერის დაკავება და წამოვიდნენ. ანუ ვენი ვიდი ყი. სადაც ყი ნიშნავს, რომ ყევერავის მოჭამეს. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. დღევანდელი ეპიზოდის მთავარი თემა ვინ იქნება შემდეგი. თუ ვერ მიხვდით, რას გულისხმობ, ასე იყოს. მადურო 3 წერტილი. ვინ იქნება შემდეგი? გასული წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდში სახელწოდებით ტრამპი გაბრაზდა, მე რამდენიმე პროგნოზი გავაკეთე. მოდი ვნახოთ რა ვთქვი. საქართველოში კაი აფერი ხდება, თუმცა გლობალურად ბოროტების მიჯიხვნის პროცესი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, რუსეთის შემდეგი მეტასტაზი, რომელიც მოიკვეთება, ვენესუელას დიქტატორი მადურო იქნება. ჩვენ არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ იმით, თუ რა მოხდებოდა, ვეცადეთ გამოგვეცნო, როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი. ნახოთ ვიდეო. მადურო ძალიან შეშინებულია. მან ამერიკას მშვიდობისკენ მოუწოდა. მშვიდობა, დიახ, მშვიდობა, ყოველთვის. არა გიჟურომს, გთხოვთ, განაცხადა მადურო. მინდა დავამშვიდო მადურო. თუ კი ამერიკა გადაწყვეტს, არანაირი გიჟური ომი არ იქნება. 3 დღეში მოყომარდება ყველა. ოპერაციას ამერიკელებმა უნდა დაარქვან, უყურეთ და ისწავლეთ. იმედია ტრამპი გაჩვენებთ რუსკოცებს, როგორ უნდა 3 დღეში ყველაფრის მოყომარება. ჩვენი ტრამპუშკა.
3 დღე რა თქმა უნდა პუტინის დაცინვის პონჩი ვთქვით, თორე რა 3 დღე. მე რო უსინდისო ადამიანი ვიყო, ძალიან ბევრ ფულს გავაკეთებდი. მაგალითად ასე, გავხდებოდი ასტროლოგი და გეტყოდით სირობებს. რომ 2026 წელს რთული იქნება მშვილდოსნებისთვის. და მშვილდოსანია მადურო. ასევე ფრთხილად უნდა იყვნენ ტყუპები. 2026 წელს ტყუპებს მართებთ სიფრთხილე და წინდახედულობა. ვიქტორ ორბანი არის ტყუპები. ხო და მადუროს შემდეგ ვარაუდობ, რომ შემდეგი იქნება ორბანი. ან არჩევნებით წავა ლამაზად, ან ძალიან გააყალბებს და ძალიან ცუდად წავა. ზოგადად 2026 წელი რთული წელი იქნება ნაბოზვრებისთვის. ჩვენ დიდი ხანი ვიკამათეთ ნაბოზარია მართებული ფორმა თუ ნაბოзвარი და ბოლოს შევთანხმდით, რომ ერთი წინა პროფესიას ასახავს, ხოლო მეორე მენტალიტეტს. ბატონ აიათოლას რაც შეეხება, ბატონ აიათოლასთან მიმართებით ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ხვალ იქნება ერთ თვეში თუ წლების შემდეგ, ეს არავინ იცის, უამრავ ცვლადზეა დამოკიდებული, მაგრამ რეჟიმი რომ მოფამფალებულია, ფაქტია. ხამენეის სისხლიანი რეჟიმის ჩამონგრევასაც ვნახავთ. რა თქმა უნდა, ახლა ყველას ერთი შეკითხვა გვიტრიალებს თავში, რომ ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ვიცინას რეჟიმის დემონტაჟი როდის ვნახავთ, როდის? სამწუხაროდ დემოკრატიების დარიგებაზეც ვაგვიანებთ. პირველად დედამიწის ისტორიაში გაჩნდა შანსი, რომ თელს რეგიონში ყველაზე ცუდი ქვეყანა ჩვენ ვიყოთ. აი ეგეთი რამე ისტორიას არ ახსოვს. სუპირიქით იყო რეგიონში ერთადერთი ნათელი წერტილი ჩვენ ვიყავით ხოლმე და ახლა შეიძლება ისე მოხდეს, რომ რეგიონში მარტო ჩვენ ვიყოთ ქოცები. სხვათა შორის ამაში დადებითიც არის. გარშემო ყველა შენზე უარეს, სჯობს ყველა შენზე უკეთესი იყოს და სადღაც შენც კარგი გახდები. ყველა შენზე უარესი, როცა ბოლოს შენც მათნაირი ხდები. ამიტომ ჩვენი რეგიონის განორმალურება საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება დაგვემართოს. ცოტა ხანი გული დაგვწყდება, ყველამ გაგვისროო, მაგრამ მერე დავაკამბექებთ. არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, ზოგადად მსოფლიოში რაც ნაკლები დიქტატურა იქნება, მით უკეთესი პატარა ქვეყნებისთვის. ლეგიტიმურია იმ ხალხის შიში, ვინც ამბობს, რომ საერთაშორისო წესრიგის მორღვევა შესაძლოა დამღუპველი გამოდგეს პატარა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. კი ბატონო, საერთაშორისო სამართლის გაუქმება არ გვაწყობს. დაპყრობითი ომები ისევ საამაყო თუ გახდა პატარა ქვეყნებს განსაცდელი გველის, მაგრამ უარესი რა არის, იცით? როცა რუსეთი იყიდებს საერთაშორისო სამართალს და მარტო დასავლეთი თამაშობს წესებით. აი ეგეთი რეალობა გაცილებით საშიშია. თუკი ჭადრაკის თამაშისას მეტოქემ წიხლი ჩაგარტყათ, დღლაზან წიხლი თუ ჩაგარტყათ, დამიჯერეთ, რომ საპასუხოდ ორმაგი ქიში აღარ გეყოფათ. აი ეგ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფოებმა დაიწყეს ჭადრაკის თამაში. ადგა რუსეთი და შუა თამაში საქართველოს ჩაგვარტყა წიხლი და მსოფლიომ გააგრძელა ფიქრი, როგორ გააკეთოს როქი, ჩაკეთოს ფიანკეტო, განავითაროს ფიგურები. მერე ადგა რუსეთი უკრაინას ჩაარტყა წიხლი. მსოფლიომ გააგრძელა შამათის ჩასმაზე, ჩალიში. ადგა რუსეთი და უკრაინას კიდე ჩაარტყა წიხლი. მერე ადგა უკრაინა და საპასუხო წიხლი უთავაზა. ახლა ადგა ამერიკა და რუსეთის მოკავშირეებს მისცა ტყუპი წიხლი. გაგიჟდა რუსეთი. ჭადრაკის თამაშისას წიხლის ჩარტყმა ვის გაუგიაო. ჩვენი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებიც გაგიჟდნენ. ასე ხო, ჭადრაკი მორევაზე იქნებაო? დიახ, მეგობრებო, თქვენ სწორად ჩაწვდით. სხვათა შორის ასეთი სპორტი მოიხოდა ამასობაში მსოფლიოში. კრივი და ჭადრაკი ერთად. მართლა 2 წუთი ჭადრაკს თამაშობს ორი ადამიანი, მერე 2 წუთი კრივი. მერე ისევ ჭადრაკი. მერე ისევ კრივი და ასე გრძელდება შამათამდე ან ნოკაუტამდე. გააჩნია რა? ვინ რაში უფრო ძლიერია. აი როგორც გრეპლინგში უფრო მაგარი ხარ თუ სტრაიკინგში, ეგრეა აქ არა, ზოგი ჭადრაკს შამათს აწვება, ზოგი ნოკაუტს.
არ გამოურიცხოთ საერთაშორისო პოლიტიკაშიც ასე დალაგდეს ვითარება. ცოტა ხანი ჭადრაკი, მერე ბაყაბუხი, მერე ჭადრაკი, მერე ბაყაბუხი. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ რა თქმა უნდა გვირჩევნია სამყაროში იყოს წესები, მშვიდობა, სიყვარული, ჩახუტება, მაგრამ მარტო რუსეთი იპყრობდეს ქვეყნებს და დასავლეთი კატებისთვის ხმის უფლების მიცემაზე მსჯელობდეს, ეგ უფრო არ გვაწყობს. რა თქმა უნდა, დასავლეთმა ერთმანეთში არ უნდა ატეხოს ცემატყეპა, ეგ კატასტროფა იქნება. ანუ გრენლანდია არ უნდა დაიპყროს ამერიკამ. მაგრამ დიქტატორებს თუ მოყნავს გამჩენ პატრონს, ეგ გვირჩევნია შეშფოთებებს. რავი. მოკლედ, ცუდ სცენარებში ვარჩევთ უკეთეს, თორე არავის გვიხარია საერთაშორისო სამართლის გაუქმება. ისე ძალიან უცნაური ხალხი ხართ, დიქტატორები ყველა ქვეყნისა. სულ ერთი და იგივე შეცდომას უშვებთ ხოლმე. მიძინებულ დასავლეთს უჩიჩხინებთ. უჩიჩხინებთ, სანამ არ გამოსტყუებთ რაღაცას. იყო დასავლეთი მიძინებული, ჩაფუფუნებული, ნერვიულობდა ძროხების გამო გაზრდილ სითბურ აირებზე. გლობალური დათბობის კონტექსტში და არ მოასვენენ, რასაც ქვია, არ მოასვენენ. ჩმორები, გეებო, მშობელი ნომერი 1, მშობელი ნომერი 2, სანამ არ მოინათ ორივე მშობელი, არ მოისვენენ. ეგრეა, არ არის ეგრე. დონალდ ტრამპს სურს ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი $1.5 ტრილიონი გახდეს. არადა ამერიკა ყოველ წელს ამცირებდა სამხედრო ხარჯებს. $1 ტრილიონსაც კი ჩამოსდა რაღაც პერიოდი და კიდე შემცირება უნდოდათ. მაგრამ არ მოგასვენათ მამაზე ცირმა და ელაპარაკეთ ახლა ავიამზიდებს. ვითომ კონსერვატორებს გახსოვთ რა გითხარით 2025 წლის 26 აპრილის ეპიზოდში. ნახოთ ვიდეო. რუსეთმა თუ ყირიმი ლეგალურად გაიფორმა, წარმოგიდგენიათ რამდენი ომი დაიწყება? ყველა იომებს ვინ ჩათვლის, რომ მოწინააღმდეგეს მოერევა. მოგენატრებათ ლიბერალიზმი ყ***ებო. დიახ მეგობრებო, ამაზეც გაგაფრთხილეთ, რომ მოგენატრებათ ლიბერალიზმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წაიკითხავთ რუსული ტანკერების დაკავების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების განთავსება სამოქალაქო გემზე ღია ზღვაში, მისი ფაქტობრივი დაკავება, ასევე ეკიპაჟის დაკავება შეიძლება განიმარტოს მხოლოდ როგორც საერთაშორისო საზღვაო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, აგრეთვე ნავიგაციის თავისუფლების უხეში დარღვევა. ვაუ! მართლა? მე არ გიტყდებათ ბიჭო ლიბერასტები რომ გემებს გახევენ შუა ზღვაში ამ ხელა ჰეტეროსექსუალ ხალხს? ღია ზღვაში ებრძოლეთ აბა ლიბერალიზმს მიდით. აწარმოეთ კამპანიები ტროლბოტებით. ვაიმე ტვინი გაიბურღა ამდენი ადამიანის უფლებით. ზღვარი ხო აქვს არა? ერთ კარგ რჩევას მოგცემ დიქტატორებს ყველა ქვეყნისა. დაუბრუნდით წესებით თამაშს. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ თავი გადაირჩინოთ. მინიმუმ ბევრი წლით ისე ვიყოთ თქვენთვის აკეთოთ მაყუთი ეფეროდ ვებხვებს იმ სასახლეებში და დაიკმაყოფილოთ თქვენი გოიმური ფანტაზიები რა. ზედმეტად ხო ზედმეტად ნუ შეაწუხებთ კაი ქვეყნებს, თორე დაგერხევან და მე არ თქვათ, რომ არ გაგვაფრთხილებ. კონკრეტულად ქოცებსაც მოგცემთ რჩევას თუ გინდათ. დაიწყეთ დასავლეთთან დალაგება, გამოუშვით პოლიტპატიმრები, 1-2 კანონი გააუქმეთ, მინიმუმ აი ტროტუარზე დგომის აკრძალვა. ამის მერე დაიქირავეთ ლობისტები, ისინი შეგაწევენ სიტყვას, მერე დასავლეთის მოკოცო პოლიტიკოსები იტყვიან, რომ მიესალმებიან თქვენს მცდელობებს და ნელ-ნელა დაიწყება პროცესი. რავი, შეიძლება რაღაცა გამოგივიდეთ. მერე ერთად მოვიფიქროთ, უმტკივნეულოდ როგორ მოვშორდეთ. კი უსამართლობა იქნება თქვენი უმტკივნეულოდ მოშორება, მაგრამ მტკივნეულ სცენარში იმდენი კარგი ადამიანი გაუბედურდება, მაინც მოლაპარაკებები და შეთანხმება სჯობს. ყველასთვის
სანამ ამის რაღაც რესურსი არსებობს. ირანში მაგალითად შეთანხმების აღარანაირი რესურსი აღარ არსებობს და რეჟიმისთვის ფატალურად დამთავრდება ყველაფერი. ბევრ კარგ ადამიანსაც დაუყავს. ნუ მიხვალთ მაგდონემდე. სულ ეს არის დღეისთვის მინდოდა მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე. ან ალ ჯაზირაზე, რა ძალიან სწრაფად იცვლება სამყარო.